სიტუაცია გურიაში. ერთი ადვოკატი ეუბნება მეორეს. ბავშვის ალიმენტზე სარჩელი იმდენი ხანია მაქვს შეტანილი, ეს ბავშვი გათხოვდაო. სასაცილო იქნებოდა ეს ამბავი, რომ არა გურიის პრობლემა, რომ 110,000 მოსახლე არის დაახლოებით გურიაში და არის მხოლოდ ერთი რაიონული სასამართლო და არის მხოლოდ 2 მოსამართლე. წარმოიდგინეთ ახლა 2000-3000 საქმე მოდის ერთ მოსამართლეზე, ანუ ესე გამოდის. მოცულობითად ახლა ეს საქმის მასალები რო წარმოიდგინოთ ამ 2000-3000-ის განხილვა რო უწევთ. 100-150 კუბური მეტრის საქმის მასალა არის წარმოდგენა რო შეძლო შედარება რეალობაში ერთ სატვირთოს 10 კუბური მეტრის ტვირთის გადატანა შეუძლია. ასევე ნებისმიერ პრობლემაზე საჯარო სამსახურში უშვებენ ეგრევე სასამართლოში ყველაფერზე. ეს საქმეები 9-10 წელი არის შემოდებული თაროზე და ვერ ხდება განხილვა. ამ დროს პარლამენტში განიხილავენ კვერცხის ფაზზე არის შექმნილი კომიტეტები. ანუ საოცრებებზე რო ხდება იქ კომიტეტების შექმნა, იქნება და ამ პრობლემას მოხედოთ და ამ ადამიანების რეალურ საჭიროებებს, მაგრამ ისეთ კრიზისში არის ეს საქმეები შესული, რომ საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე გამორიცხული ამის გამოსწორება ამ ამბის და ახლა კიდე ისიც დაემატა, რომ თელს გურიაში არის 2 ნოტარიუსი, ოზურგეთში საერთოდ არ არის ლანჩხუთში და ჩოხატაურში მხოლოდ და წარმოიდგინეთ, რამხელა პრობლემა აქვს ადამიანებს.